ახლა ვართ ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი თემურ ჩილაჩავა. მინდა მთელ საქართველოს სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს მიულოცა ამაღლების მწყდვალე დღესასწაული. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად აბიტურიენტთა მიერ საბაკალავრო პროგრამებზე გამოცხადებული განაცხადების შესახებ მოგესწრებათ, რომ 11 მაისს პირველი ეტაპი განაცხადების შეტანისა და არჩევისა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მოხდა და ჩვენ რაც მოვასწარეთ, რადგანაც ამ განაცხადეს ღია სივრცეში ჩვეულებრივი იმისთვის ადამიანისთვის სამწუხაროდ მიუწვდომელია, მაგრამ აბიტურიენტების აქვთ წვდომა და მის მიხედვით ჩვენ რაც მოვიპოვეთ, ძირითადად გვექნება საუბარი განაცხადებზე სახელმწიფო უნივერსიტეტების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, ქუთაისის ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის, წერეთლის და საერთაშორისო უნივერსიტეტის და ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის. შემდეგ გადაცემებში ჩვენ ასევე განვიხილავთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს და რა თქმა უნდა კერძო უნივერსიტეტებს. მოგესალმება, თავის დროზე იყო პოლონეთში ეკონომისტი პროფესორი ლეშეკ ბალცეროვიჩი, რომელმაც თავისი ეკონომიკური პროგრამა იყო შემოთავაზებული მის მიერ და მას ჰქონდა ცნობილია როგორც შოკური თერაპიის ეკონომიკური პროგრამა. ის რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს და ფაქტურად განაცხადი გაკეთდა გასული წლის 18 ოქტომბერს პროფესორი ირაკლი კობახიძეს მიერ შეიძლება შეფასდეს განათლების რეფორმა, ასევე საკმაოდ შოკური თერაპიის მსგავსი რაღაცა ხდება, რადგანაც უკვე ნახევარ წელზე მეტია დიდი რაოდენობის პროფესურა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ძირითადად და ასევე კერძო უნივერსიტეტებში, სადაც გარკვეული პრობლემები შეიძლება უკვე მათაც დაეწყოთ, რადგანაც აბიტურიენტი გრანტს ვერ მიიტანს კერძო უნივერსიტეტებში და შემდგომში იქაც იყოს პრობლემები, აი ეს მთელი პროფესურა, ესე იგი ფაქტურად ეს 10,000-მდე ალბათ შეიძლება მეტიც ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში გარკვეული სტრესის ქვეშ იმყოფება. როგორც გვაუწყებენ კრებსითი მონაცემები, მიმდინარე წელს რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობა არის გადაჭარბებული 82,000. აქ შედის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა საბაკალავრო სპეციალობებზე 53,000-ზე მეტი აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირდა 10,000 კანდიდატი დაახლოებით, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის სურვილთა გამოცდებზე 29,000-ზე მეტი მონაწილე. მინდა გითხრათ, რომ ესე იგი აი გარკვეული ანალიზი გვიჩვენებს შემდეგ, რომ აი რეფორმის მიხედვით ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ რეფორმის ავტორები როგორც თქვა ერთ-ერთმა ისტორიკოსმა აკადემიის წევრმა, რომ თავარი ექსპერტი არისო ესე იგი პროფესორი ირაკლი კობახიძეო. აი ამ რეფორმის ავტორების მიერ და ასევე ალბათ მისი კოლეგა
განათლების მინისტრის მოადგილე, რომელიც სპიკერია ამ ესე იგი რეფორმებისა, ხშირად გამოდის და ესე იგი ამ რეფორმას წარუდგენს საზოგადოებას. იქ იყო ესეთი მოსაზრება, რომ ჩვენ აუცილებლად ბევრ უნივერსიტეტში, მათ შორის ილიას უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის უნივერსიტეტში და ასე შემდეგ საბაკალავრო ეგრეთ წოდებული სამასწავლებლო პროგრამები გვექნებაო 3+1, ანუ ძირითადი საგნები სპეციალობაში ესე იგი წელიწადში ჩაეტევა 180 კრედიტი, ხოლო ერთ წელიწადში, ანუ მეოთხე წელს ესე იგი ფაქტურად იქნება 60 კრედიტი, ძირითადად მეთოდიკა და ასე შემდეგ. მაგრამ განაცხადი წლების განმავლობაში მოგეხსენებათ, რომ საქართველოში პროფესია მასწავლებლის არ არის დაფასებული. და თუ ავიღებთ ქვეყანას, რომელიც არის ძლიერი, ზრუნავს თავის ქვეყნის განვითარებას, ისრაელი მათ შორის. ის ისრაელი არა მარტო გოლდა მეირი, მანამდეც და გოლდა მეირი იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ეს თქვა, რომ ქვეყანაში ყველაზე დაფასებული უნდა იყოსო პროფესია მასწავლებლის, მეომრის და ექიმის. და მართლაც ასია. ძლიერი ერია, ჭკვიანი ერია, ისტორიული ერია ებრაელები და იციან. რადგანაც მასწავლებელი უნდა იყოს აუცილებლად დაფასებული ქვეყანაში. როცა წლების განმავლობაში მასწავლებლებს ჰქონდა სამარცხვინო ხელფასი, დამამცირებელი ხელფასი, ისე რომ საზოგადოება ფაქტიურად ზურგს უკან დასინოდა, რადგანაც ზოგი ხომ სკოლამდე რომ მივიდეს ხომ უნდა ჩაჯდეს მეტროში ან ავტობუსში, ეს ხელფასი ძლივს ყოფნოდა. ამიტომ შედეგი, რომელიც დაფიქსირდა სამასწავლებლო პროგრამებზე, ჯერ ამას შევეხები, არის სავალალო. მაგალითად, მარტო თბილისის მაგალითზე გავიხილავთ. თბილისის მაგალითზე სამასწავლებლო პროგრამები არის მხოლოდ 2 სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არის ილიას უნივერსიტეტი, სადაც წარმოდგენილია მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ქართული ფილოლოგიის და ისტორიის პროგრამები 3+1 და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც წარმოდგენილია 12 პროგრამა. მაგალითად, მათემატიკა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და საერთოდ თბილისში, აი ვთქვათ, მათემატიკის სპეციალობა. მათემატიკის ეგრეთ წოდებული სამეცნიერო პროგრამა, რომელიც გადადიოდა მაგისტრატურაში და მერე დოქტორანტურაში, 100 ადგილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 50 ადგილი იყო ილიას უნივერსიტეტში, 30 ადგილი იყო, ბოლოს, ადრე ცოტა მეტი იყო, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ იყო 30 და ბოლოს 20 ადგილი. ანუ თბილისის მასშტაბით ამ ესე იგი 4 სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო 200 უფასო ადგილი. და ილიას უნივერსიტეტის მათემატიკის სპეციალობაზე აბიტურიენტთა მხრიდან სარგებლობდა დიდი ესე იგი მოთხოვნილები. სულ ივსებოდა 50 ადგილი, სულ ივსებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 ადგილი. ბოლო წლებში არ ივსებოდა. საშუალოდ იყო 65 ამ ჩანგლიდან, ამ როგორც იტყვიან მონაკვეთიდან. აი ილიას უნივერსიტეტი სულ ივსებოდა. იყო რა თქმა უნდა გარღვევები სოხუმის უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში. ილიას უნივერსიტეტი სულ ივსებოდა. ხოლო წელს ჩვენ ვიხილავთ პირველი ნომრით განაცხადს. საუბარია იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომელიც გამოთქვა სურვილი ზუსტად აქ მოვდივართ უპირველეს ყოვლისა.
მაგრამ მათ ხომ უნდა ჯერ გამოსდები ჩააბარო. ბუნებრივია, შეიძლება ამ გამოსდებზე ვიღაცა ჩაიჭრას, მაგრამ პირველი განაცხადის მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ადგილზე 15 აბიტურიენტი დგას პირველი ნომრით. ანუ -5. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც 30 ადგილია. დიდი გულისკივილი და ჩვენ გვექნება ბოლო საუბარი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ, სადაც სრული კატასტროფაა ამ განაცხადების მიხედვით. 30 ადგილზე 3. ფიზიკა, ილიას უნივერსიტეტი, სადაც ფიზიკა იქ სამეცნიერო ნაწილში ძალიან ძლიერია. იქ მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გონი 2 აკადემიკოსი და რამოდენიმე ცხადია პროფესორი მაღალი დონის ფიზიკაში. 20 ადგილზე 4 განაცხადი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ადგილზე 4 განაცხადი. ბიოლოგია ილიას უნივერსიტეტში სულ ივსებოდა 20 ადგილზე 13 განაცხადი, -7. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 30 ადგილზე 4 განაცხადი. ქიმია, იქ არ არის ილიაში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ადგილზე დიდი გულიტკივი საუბრობ, განაცხადი 0-ია. ქართული ფილოლოგია ილიას უნივერსიტეტში 20 ადგილზე 54, ძალიან კარგი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ადგილზე ქართული ფილოლოგია 28. ისტორია ილიას უნივერსიტეტი 20 ადგილზე 37, კარგია. სოხუმის უნივერსიტეტი 30 ადგილზე 23. გეოგრაფია სოხუმის უნივერსიტეტში 30 ადგილზე 7. აფხაზური ფილოლოგია სამეცნიერო ეგრეთ წოდებული მიმართულება 20 ადგილზე 1. კომპიუტერული მეცნიერება სამასწავლებლო პროგრამა 30 ადგილზე 9. გერმანული ფილოლოგია სოხუმის უნივერსიტეტზე საუბარი 30 ადგილზე 1. რუსული ფილოლოგია 30 ადგილზე 4. ინგლისური ფილოლოგია 30 ადგილზე 27. ამრიგად სამასწავლებლო პროგრამები არ სარგებლობენ თითო როლას გარდა ცხადია ეხება ისტორიას, ასევე ქართულ ფილოლოგიას ილიაში და შემდეგ არ სარგებლობენ. ამიტომ თუ რეფორმის მესვეურები უფრო ღრმად იფიქრებენ, გაანალიზონ უნდა რატომ არ მიდის აბიტურიენტი სამასწავლებლო პროგრამებს. ხომ არ არის ეს დაკავშირებული იმით, რომ ზოგიერთი საერთოდ დიპლომის არ მქონე დიდ თანამდებობაზე ზის და პროფესორზე 15-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ან ისე იმასაც ფიქრობს ახალგაზრდა აბიტურიენტი, რომ კი ბატონო, ვისწავლი, გავხდები ახლა სამასწავლებლო პროგრამა, რომ გახდე კარგი მასწავლებელი, ბევრი უნდა იშრომო და ბოლოს მექნება ხელფასი 1000-1500 ლარი. ეს არ არის ფინეთი, სადაც ფინელ მასწავლებელს, რა თქმა უნდა, იქ მასწავლებლის წოდება რომ მოიღო, ბევრი გამოსწავლა, ბევრი უნდა ისწავლო, მაგრამ ბოლოს მას აქვს დაახლოებით იმდენი ხელფასი, როგორც პროფესორს ფინეთში. 7-8000 ევრო. შესაბამისად, ჩვენ აქ უნდა აი ეს ამ ნაწილში ჩემის აზრით ვერ მოხდა დაჯერება იმ აბიტურიენტების, რადგანაც ეს რეფორმა ფაქტურად არ იყო გააზრებული, ცხადია, მიღებულია 2-3 იურისტის მიერ და შესაბამისად შედეგი ამ ნაწილში ესეთი. აქვე მე მინდა გითხრათ, რომ ესე იგი არის მეორე კიდევ პრობლემა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. მაგალითად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მანამდე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მაშინ ადრე საბჭოთა კავშირის დროს სარგებლობდა დიდი, ესე იგი, ავტორიტეტით, ძალიან ბევრი, ესე იგი, ცნობილი მშენებელი, არქიტექტორი, ამ შემდეგ
სხვათა შორის დამხმარე საგნებიდან მათემატიკოსები საკმაოდ მაღალი დონის მუშაობდნენ იქ და ყოველთვის კარგ ინჟინრებს, კარგ ტექნიკურ მუშაკებს, კარგ ესე იგი მეტალურგებს იმასე უშვებდა. მაგრამ წლების განმავლობაში სამწუხაროდ ახალგაზრდა ბევრი მიზეზის გამო ეს ახალგაზრდები არ მიდიოდნენ, რადგანაც რეალურად არ იყო ეს მოთხოვნადი, რადგანაც ესე იგი მშენებლობა, თქვათ, ხიდების და ამ შემდეგ საქართველოში დიდი მასშტაბით არ მიმდინარეობდა და კიდევ ასევე ერთი სიტყვით მოთხოვნა დაეცა. და დღესაც თუ ჩვენ გადავხედავთ მაგალითად აი მიღება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. აი მაგალითად მშენებლობის სპეციალობას 310 ადგილზე 222. ანუ ნაკლები დგას. ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია 310-ზე 157. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია 100 ადგილზე 63. გამოყენებითი ეკოლოგია 60 ადგილზე 63 კი ბატონო. სამთო და გეოინჟინერია 50 ადგილზე 30 განცხადება პირველ ნომრად. საინჟინრო გეოდეზია 70 ადგილზე 59. ნავთობისა და გაზის ტექნოლოგია 15 ადგილზე 9. ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა 50 ადგილზე 15. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია 50-ზე 13. ქიმიური პროცესების ტექნოლოგია 20-ზე 1. გარემოს დაცვით ინჟინერია 70-ზე 18 და ასე შემდეგ. ჩვენ ცალკე კიდევ განვიხილავთ. ანუ ის სურვილი, რასაც საუბრობდნენ ამ ავტორები ამ რეფორმის, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტიდან ჩვენ წამოვიღებთ ეკონომიკას, ბიზნეს ადმინისტრირებას, სამართლის სპეციალობას, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებს, ამაზე გვექნება საუბარი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება ზე. სამაგიერო ტექნიკურ უნივერსიტეტში ბევრი მოვა, ადგილები ბლომად მართლაც გამოიყო, ბევრი მოვა აბიტურიენტი ტექნიკურ უხეშად რომ გავაერთიან ტექნიკურ სპეციალობას. არ მოდის ბაზარი, რომელზედაც იყო საუბარი, კარგად გვაქვს შესწავლილი. საერთოდ ვეჭობ რომ ვინმე ერთი კაცი მაინც ემუშავა ამ ბაზრის მოთხოვნილებას. შესაბამისად, ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ უკვე კონკრეტულად უნივერსიტეტების მიხედვით, ესე იგი, როგორ, ყველა სპეციალობას ვერ წავიკითხავთ, მაგრამ ესე იგი, როგორი მდგომარეობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ქართველები, საქართველოში ძირითადად და თუნდაც სხვა და ყველა სურს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაძლიერდეს. ანუ მისი რეიტინგი არ იყოს ძლავრი რადარების მიერ დასაჭერი მსოფლიო უნივერსიტეტების ესე იგი რეიტინგებს შორის. და ეს ზოგადად სურვილი კარგია. მაგრამ ეს სურვილი ხელოვნურად არ უნდა გაკეთებულიყო თუნდაც ილიას უნივერსიტეტის დაჩეხვის, დაბომბვის ხარჯზე. რა თქმა უნდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგანაც რიგი სპეციალობა ჩვენ არ ვეხებით კერძო უნივერსიტეტებს, რადგანაც რიგი სპეციალობა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია, ჩვენ ვიტყვით ეს კლასიკური სამართალი, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა, ასე შემდეგ, ბუნებრივი აკონკურსები დიდია. მაგალითად, ფილოლოგია, ქართული ფილოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისედაც ძლიერია, 300 ადგილზე პირველ ნომრად
688 აბიტურიენტი. ძალიან კარგი. ისტორია 180 ადგილზე 392. კარგია. არქეოლოგია 30 ადგილზე 93. ფაქტურად კონკურსი 1-3-თან პირველ ნომრად. ფილოსოფია რაც მიხარია. მარტო თბილისის უნივერსიტეტია ფილოსოფია. 25 ადგილზე თბილისში. 25 ადგილზე 70 აბიტურიენტი. ეთნოლოგია სამწუხაროდ აქ შედარებით პრობლემაა. 20 ადგილზე მხოლოდ 10 პირველ ნომრად. არაბისტიკა 45-ზე 38. ნუ ახლა რადგანაც არაბებთან განსაკუთრებით დამეგობრება მიდის, ნუ ახალგაზრდებმა ჩათვალეს პერსპექტივაში არაბული ენის ცოდნა არის საჭირო. ირანისტიკა, აი ვინ მოიფიქრა ეს და 15 გამოყოფილ ადგილზე 1 განცხადება. გასაგებია ახლა ირანისტიკა უნდა იყოს, მაგრამ 15 ადგილს რომ გამოყოფდა 1 შეიტანს პირველ ნომრად, ნუ არასწორად არის პროგნოზი გაკეთებული. ასირიოლოგია 5 ადგილზე 2, თურქოლოგია 30 ადგილზე 28, არმენოლოგია 10 ადგილზე 1, ებრაისტიკა 15-ზე 4, ინგლისური ფილოლოგია 220 ადგილზე 812, დიდი კონკურსია ფაქტურად 4 ადგილი. გერმანული 30-ზე 31, სკანდინავური 20-ზე 4, 20 ადგილის გამოყოფა სკანდინავურზე, რამდენად სწორი იყო? პროგნოზი არასწორადაა გაკეთებული, 4-ია განცხადება. ფრანგული სამწუხაროდ 30 ადგილზე 15, იტალიანისტიკა 15-ზე 4, ესპანისტიკა 15-ზე 22, რუსული 15-ზე 19, რუსულენოვანი რუსული, ორი სპეციალობა, ორი სექტორი. 10-დან 10 ადგილზე 8, ახალი ბერძნული 15-ზე 2, მოთხოვნა არ არის, სამწუხაროდ. კლასიკური 10-ზე 12, ბიზანტიური 10-ზე 10, 2. შორეული აღმოსავლეთი იაპონისტიკა 20 ადგილზე 38, შორეული აღმოსავლეთ სინოლოგია 20 ადგილზე 53, კულტურის კვლევები 25-ზე 16, ამერიკის ცოდნეობა 20-ზე 20, ნუ კონკურსი ფაქტურად არ არის. ნუ ახლა იმდენი მიდის ამერიკის გაშავება ბჭყალებში, რომ რაღაცნაირად ნუ ნაკლებია ხალხი. ხელოვნების ისტორია 50-ზე 40, კავკასიოლოგია 20 ადგილზე 6. მათემატიკა, აი პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც ჩვენ ახსენეთ, იმის გამო, რომ მათემატიკა სამეცნიერო დაიხურა უკანონოდ ილიას უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ну ასევე ალბათ ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიხურა. ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 100 ადგილი არ ივსებოდა ბოლო 10 წელი, უკვე 100 ადგილზე 136 პირველ ნომრად დგას. ნუ კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ აი ჩვენ ხარჯზე არ არის კარგი რომ არის. სოხუმის უნივერსიტეტის ილიას და ტექნიკურის. ფიზიკა სამწუხაროდ იგივე პრობლემა დარჩა თსუ-ში, მიუხედავად იმისა, რომ სხვაგან დაიხურა სამეცნიერო 100 ადგილზე 43, ქიმია 100 ადგილზე 48, ბიოლოგია 125 ადგილზე 109. კომპიუტერული მეცნიერებები, ну, კარგათაა, რადგანაც დაიხურა სამეცნიერო კომპიუტერული მეცნიერება ილიაში, უცხოენებთან საუბრობ, სოხუმში და გპ-ში არის. 200 ადგილზე 600 დგას. ну, ეს კარგია. ასევე ზოგიერთ სპეციალობებზე, აი მაგალითად, სოციოლოგიაზე უდიდესი კონკურსია, იმიტომ რომ ილიაში და იმაში დაიხურა ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ადგილზე 108. კარგი კონკურსია, მაგრამ სხვების დახურვის ხარჯზე მათ შორის. შემდეგ მინდა ასევე აღნიშნო, აი მაგალითად პოლიტიკის მეცნიერებები თბილისის უნივერსიტეტში კონკურსი გაიზარდა 80 ადგილზე 174 პირველ ნომრად საერთაშორისო ურთიერთობებზე. 70 ადგილზე 664. წარმოიდგინეთ რა კონკურსია, თითქმის 10. ჟურნალისტიკა 85 ადგილზე 222 დგას.
ეკონომიკა 320 ადგილზე 598, ეკონომიკა დაიხურა ილიაში, სოხუმის უნივერსიტეტში და ტექნიკურ უნივერსიტეტში და კონკურსი რა თქმა უნდა გაიზარდა TSU-ში. ბიზნეს ადმინისტრირება TSU 1765 ადგილი. სხვაგან დაიხურა ილია, სოხუმი, ტექნიკური. 1765 ადგილზე პირველ ნომრად 2179 კონკურსი, ფაქტიურად თითქმის 2. ტურიზმი 360 ადგილზე 600 დგას. სამართალი სპეციალობა, აი თავარი მიზანი ამ იურისტი ავტორების განათლების რეფორმებისა არის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილიყო აკუმულირებული სამართლის სპეციალობა, ანუ ასევე ქუთაისში და ბათუმში ცოცოდა. სხვაგან არსად 1130 ადგილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალზე დგას პირველ ნომრად განაცხადის მიხედვით 2655. კონკურსი დიდია, 2-ზე მეტი. საერთაშორისო სამართალზე 100 ადგილზე 312. ფსიქოლოგია 150 ადგილზე 1088. კონკურსი 8 კაცი ერთ ადგილზე. ანუ ახლა ჩვენ თუ ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი აქ ხდება აკუმულირება, ბუნებრივია ზოგადი სურათი ის არის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ფიზიკა, ქიმია შემდეგ ყველგან კონკურსი ასევე ზოგიერთ ენაზე ფრანგული, იტალიური, სკანდინავური, გერმანული დაბალია კონკურსი, ფაქტურად კონკურსი არ არის. სიტუაცია მაინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარგია. ანუ რეალურად ხდება ესე იგი აბიტურიენტის, რადგანაც აბიტურიენტს სხვა გამოსავალიც არ ქონდა, ვერ წავიდოდა იქ სამართლის თბილისში, იგულისხმება, სხვაგან ბუნებრივია ის ირჩევს იქ, სადაც თუ გაიმარჯვა კონკურსში, ცხადია ისწავლის უფასო. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გითხარით, რომ ფაქტიურად უმრავლესობა სპეციალობაზე პირველ ნომრად განაცხადი ბევრად ნაკლებია ვიდრე გამოყოფილი ადგილების რაოდენობა. ზოგიერთი მე წავიკითხა და აი განსაკუთრებით ყურადღება მინდა გამახვილო ის სპეციალობების, რომელიც ესე იგი ამ რეფორმის ავტორების მიერ დაანონსებულია, რომ გამოსვლის შემდეგ ისინი იქნებიან გადაყვანილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს იგულისხმება აგრონომია, სადაც 60 ადგილზე 57 განცხადებაა მარტო. სასურსათო ტექნოლოგია 120 ადგილზე 74. მეცხოველეობა 50 ადგილზე 7. ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია 40 ადგილზე 1. აგროინჟინერია 30 ადგილზე 3. სატყეო 100 ადგილზე 56, ვეტერინარია 80 ადგილზე 73, ასე შემდეგ. რომ პატარა ანალიზი გავაკეთოთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ ერთ სპეციალობაზე არის გამოკვეთილი კონკურსი. ეს არის არქიტექტურა. აი მაგალითად, არქიტექტურა ინგლისურ ენოვანზე 20 ადგილზე 38, ქართულ არქიტექტურაზე 180 ადგილზე 698. ბუნებრივია აბიტურიენტები არიან ახალგაზრდები, მაგრამ ჭკვიანები, რადგანაც არქიტექტურა მართლაც მოთხოვნადია და მათ აქვს სურვილი, ესე იგი არქიტექტურა გახდნენ არქიტექტორი და შესაბამისი მერე კარგი ანაზღაურები და კონკურსია. სხვაგან კონკურსი ფაქტიურად არ არის. თითო ოროლაზე თქვათ მაგალითად მშენებლობის ინჟინერიას მენეჯმენტზე კი ბატონო 60 ადგილზე 97 და სამოქალაქო ინჟინერიაზე 50-ზე 71. ანუ რეალურად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი ჩემი აზრით ღმერთმა ქნას მე ვწდებოდი
გამოყოფილი საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილებს ვერ აითვისებ, რადგანაც მე არ ვიცი, არ მგონია რომ იყოს იმ სპეციალობაზე ჩამატება შიდა იმის ადგილების, რაც სხვაგან გამოთავისუფლდება, ეს არ შედის ამათ ესე იგი ინტერესებში. ახლა ჩვენ გადავალთ ქუთაისის ორ უნივერსიტეტზე და ესე იგი ქუთაისის წერეთლის სახელობის უნივერსიტეტზე, აქაც ფაქტიურად ბევრ სპეციალობაში არ არის კონკურსი. პირიქით, ერთადერთი რა თქმა უნდა ქართული ენა ლიტერატურა 50 ადგილზე 159 პირველ ნომრად, ინგლისური ენა ლიტერატურა 50 ადგილზე 150, გერმანული ენა 20 ადგილზე 14 მინუსია, ფრანგული 20 ადგილზე 9, რუსული ენა ლიტერატურა 20 ადგილზე 7, არაბისტიკა 20 ადგილზე 4, ირანისტიკა 10 ადგილზე 0, თურქოლოგია 10 ადგილზე 6, არქეოლოგია 10 ადგილზე 31 კონკურსია, ისტორია 50 ადგილზე 93, ფილოსოფია 10 ადგილზე 7, ფაქტიურად ბიზნეს ადმინისტრირება 310 ადგილზე 332, ფაქტიურად კონკურსი არა ერთი ერთზე, მაგრამ იმათ ხო გამოსთან უნდა ჩააბაროთ. ეკონომიკა 50 ადგილზე 55, არის სპეციალობები მაგალითად საავტომობილო გზების მშენებლობა 15 ადგილზე 0 განაცხადი. ბაღის დიზაინი 14 ადგილზე 0. რეალურად ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წერეთლის სახელობის მე მაგალითად მიხარია რომ ყველა სპეციალობა არის იქ. ყველანაირი. მედიცინა, გინდათ ეკონომიკა, იურიდიული, ყველაფერია. მაგრამ რადგანაც კიდევ ბევრი ადგილია გამოყოფილი, ბევრი სპეციალობა, იმ ბევრ სპეციალობაზე განაცხადი ცოტა არის ნაწილ სპეციალობაზე, რადგანაც ვერავინ აბიტურიენტს ესე იგი ვერ დააძალეს გინდა თუ არა წადი დაუშვათ მეტალურგიაზე, წადი რაღაცა სამშენებლო იმაზე, თუ მას ეს სურვილი აქვს. ამისათვის უნდა ყველაფერი კარგად სწორად გააზრებული ყოფილიყო, რაც ვერ გაკეთდა. მინდა გითხრათ, რომ ასევე ესე იგი შედარებით ნორმალური მდგომარეობა არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც სარგებლობს გარკვეული ესე იგი მხარდაჭერით, პატრონაჟი ცნობილი ადამიანებისა და აქ არის სულ ცოტა საბაკალავრო პროგრამა 7 და 5-ზე კონკურსი არის, მაგალითად ძალიან კარგი პროგრამა ჩემის აზრით, სახელწოდებით მათემატიკა, გამოყენებები ხელოვნურ ინტელექტის სამეცნიერო გამოთვლების ფინანსური მათემატიკის საფუძვლები, ინგლისურენოვანი 40 ადგილზე 51, კომპიუტერული მეცნიერებები ინგლისურენოვანი 150 ადგილზე 197, მენეჯმენტი ინგლისურენოვანი 150 ადგილზე 185, დიზაინი ინგლისური 50 ადგილზე 69, ფსიქოლოგია ქართულ-ინგლისური 100 ადგილზე 114, აი 2-ზე შემდეგ 2-ზე არის ნაკლებობა. არქიტექტურა ინგლისურენოვანი 50 ადგილზე 38, ფიზიკა ინგლისურენოვანზე 20-დან 7. ანუ შემიძლია თქვა, რომ აქ ამ უნივერსიტეტში ცოტა სპეციალობაზე არის, მაგრამ მეტნაკლებად სწორად არის პროგნოზი, ეთყობა შიგნით უნივერსიტეტი სწორად დაწვდის და ჩემი მეგობრები არიან მათემატიკოსები და მათ პროგრამებზე ყოველთვის არის ესე იგი კონკურსი და საკმაოდ კარგი. მაგრამ ეს მაინც აქ პროგრამები ჯერ ცოტა არის და იქ სადაც ყველა პროგრამა ქუთაისის წერეთლის სახელობის იქ ჩემის აზრით მერტმაკნა ვწდებოდი, შეიძლება დაიკარგოს ბევრი ადგილი, რადგანაც ესე იგი იმ სპეციალობებზე ხალხი არ მოდის და ადგილები გამოყოფილია და ესეც საკითხავია, რატომა გამოყოფილი ამდენი ადგილები, იმიტომ ხო არ არის, რომ იქ
იცოდნენ რომ ნაკლებით მოვა ხალხი და ეს ადგილი უკან წამოვა. მოგესწრებათ რომ წლების განმავლობაში ფაქტურად აბიტურიენტების დაფინანსება ხდებოდა იმ დაფინანსებული პროგრამებით, სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, შემდეგ და ასევე სტუდენტი ღებულობდა გრანტს და ეს გრანტი მიქონდა ყველგან სურვილის მიხედვით კერძო უნივერსიტეტში, სახელმწიფოში, მაგრამ ახლა უკვე კერძოში გრანტის წაღება შეუძლებელია, ამიტომ დაახლოებით ის 12,000-მდე ვინც ღებულობდა დაფინანსებას ან სრულს დაფინანსებულ პროგრამებზე, ან იგებდა გრანტს 100, ესე იგი 100%-იან, 70%-იან და 50%-იან, ადრე 30-იც იყო, მაგრამ მე უკვე ამოიღეს. აი ესენი უკვე ახლა წელს როგორც ესე იგი ამ რეფორმის ავტორები საუბრობენ, დაახლოებით 21,000-მდე იქნებაო დაფინანსებული. თუ ყველა ადგილს აითვისებენ. მაგრამ ადგილების ათვისება როგორც გითხარით, ბევრ იმაში არ მოხდება და უკან დაბრუნდება და შეიძლება არა 21 იყოს დასაფინანსო პირობითად. შეიძლება 15 იყოს. ნუ ეს 5,000-ის თუ 6,000-ის გამრავლეთ მინიმუმ 2,250-ზე და ეს ეკონომია იქნება, რადგანაც ჩვენ ყოლია სოფლიოში ერთადერთი მთავრობა, რომელიც ყოველ თეთრს, ყოველ ლარს ესე იგი ანაწილებს ესე იგი ხალხის მიხედვით და ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია არ არის, მაგალითად დანია, იქ ესე არ ხდება. ახლა ჩვენ ესე იგი მინდა აი ორ უნივერსიტეტს შევეხო, ასევე რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც კი გაკეთდა ესე განაცხადი და შემდეგ 11 თებერვალს თუ 12 თებერვალს ბატონმა განათლების მინისტრმა ბატონმა გივი მიქანაძემ განაცხადა მიღებები ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში. ეს არის ორი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გასულ წელს მიღება ჰქონდა 3,000-ზე მეტი და საერთოდ იქ სწავლობს 17,000 სტუდენტი ფაქტურად ამ ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, მაგრამ ძირითადად ბაკალავრიატი აქვს, შეიძლება 15,000-ზე მეტი, 16 ალბათ და დანარჩენი 1000 დანარჩენი. იქ ყოველთვის იყო დიდი კონკურსები. აი წელს, რადგანაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იმყოფება ესე იგი ტოტალური პრესინგის ქვეშ. აქ სამწუხაროდ ესე იგი არის უკვე პროგრამები, სადაც შედარებით ნაკლებად მოდის. კი, ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლება ეს პროგრამა არსად არ არის საქართველოში, როგორც მე ვიცი და 20 ადგილზე 33 განაცხადი. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, ინგლისურენოვანი. აქ არის 15 ადგილზე 11. კომპიუტერული ინჟინერია 20 ადგილზე 24 პირველ ნომრად. კომპიუტერული ინჟინერია საერთაშორისო ინგლისური 20 ადგილზე 7. კომპიუტერული მეცნიერება ინგლისურენოვანი 20 ადგილზე 35. მათემატიკა ქონდა საუბარი 20 ადგილზე 15. სამოქალაქო ინჟინერია 20 ადგილზე 6. სამოქალაქო ინჟინერია ინგლისურენოვანი 15 ადგილზე 3 პირველ ნომრად. ანგლისტიკა 20 ადგილზე 108. გამოყენებითი გერმანისტიკა 10 ადგილზე 3, თავისუფალი მეცნიერება 10 ადგილზე 21, ისტორია 20 ადგილზე 37, რუსისტიკა 15 ადგილზე 3, სამრაგეცოდნეობა 20 ადგილზე 24, ქართული ფილოლოგია 20 ადგილზე 54, ბიოლოგია 20 ადგილზე 13, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები 20 ადგილზე 10, ფიზიკა 20 ადგილზე 4. ბევრ სპეციალობაზე ამ 18 და ესე იგი ნახევარზე მეტი პირველ ნომრად განაცხადი ნაკლები.
ბუნებრივია ეს იმიტომ არის რომ უკვე ხედავს საზოგადოება მიუხედავად იმისა რომ ხარდაჭერა არის მაგრამ ხედავს რომ ამ ინსტიტუტს გარკვეული ძალები ებრძვიან და ინსტიტუტი იმყოფება ძალიან ძლიერი პრესინგის ქვეშ ზოგ სპეციალობა გადასული არის უმრავლესობა მილევად რეჟიმში და ზოგიერთ სხვა სპეციალობას ხელოვნურად უშვებენ მილევად რეჟიმში შესაბამისად აქ ესე იგი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმყოფება კიდევ უფრო ვარეს მდგომარეობაში რადგანაც აქ არსებული 23 პროგრამიდან 24 ერთი დატოვეს აფხაზური ფილოლოგია სამეცნიერო პროგრამა სადაც 20 ადგილი გამოყვეს როცა წლების განმავლობაში იციან რომ მოდის 2 3 4 20 გამოყვეს რომ 20 თუ არა 19 უკან წაიღო შეგნებულად ერთი განაცხადა დანარჩენ სამასწავლებლო პროგრამებზე ყველგან არის ნაკლები პირველ ნომრად ვიდრე განაცხადი არის მეორეჯერ არ წავი ერთადერთი ქართულ ფილოლოგიაზე 30 ადგილზე 28 არის დანარჩენი ინგლისურ ფილოლოგიას რომელიც მოთხოვნადია 30 ადგილზე 28 ხოლო რუსულ ფილოლოგია 30-ზე 24 ну математика, физика, химия არის გითხარით და შესაბამისად გამოყოფილ 380 ადგილზე პირველ ნომრად არის დაახლოებით 120-125 განაცხადი 200-ზე მეტ ადგილს უკან წაიღებენ მერე გამოვლენ დიდი რეფორმატორები და იტყვიან რა ქნათო კაცო თქვენთან ხალხი არ მოდისო ამიტომ სწორი იყო ჩვენი არჩევანი რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაუშვათ მილევად რეჟიმში რადგანაც აქ სულ სხვა მიზნები აქვთ ამ რეფორმის ავტორებს აქვე რომ შევაჯამოთ ეს განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმის ავტორების მიზანი სრულდება პირველი თესეუ ხდება მთავარი მიზიდულობის ცენტრი ეს კარგიც არის და ცუდიც არის რადგანაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თუ ასე გაგრძელდა რეალურად ახლოს არავითარი კონკურენტი არ ექნება არ ეყოლება და პროფესურასაც ვინ თესეუში იმუშავებს დიდი სტიმული არ ექნება განვითარებისთვის რადგანაც არავითარი სხვა უნივერსიტეტი ახლოს ვერ მივა, რადგანაც ილიას კულტურულად დაშლიან, სხვები ისედაც შორსი. ანუ ერთის ხრივ კარგია, რომ რაღაცა სპეციალობები გაძლიერდა, მეორეს ხრივ ცუდია. და არა მგონია, რომ ამით რეიტინგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აიწიოს. მე გამეხარდება თუ აიწია, მაგრამ ისიც არ გამეხარდება მისი აწევა სხვა კერძოდ ილიას უნივერსიტეტის დანგრევის გამო ან ჩემი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოლომდე სადაც 5-6 პროგრამა არის არანაკლები სიძლიერეს ვიდრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით მეორე მიზანი სამართალზე საერთაშორისო სამართალზე ბიზნეს ადმინისტრირებაზე ეკონომიკაზე დიდი კონკურსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სავარაუდოდ იქ ჩაირიცხებიან გამოსდებით ძვირად ღირებული კერძო სკოლების კურსდამთავრებულები მთავრობისა და პარლამენტის ერთი სიტყვით დიდრები შვილები შეიძლება სხვა ჩაირიცხოს რამოდენიმე მაგრამ რადგანაც კონკურსი დიდია, იქ სამართალზე მე ფიქრობ, უმრავლესობა მომზადებული იქნება ძალიან, მაგრამ ამ კონკურსს გაუძლებენ ძალიან ძლიერები.
და საქართველოში ახლა ჩვენ მომავალში გვექნება საუბარი საშუალო სკოლაზე. კატასტროფული მდგომარეობა არის სკოლებში. მაგრამ არსებობს კერძო სკოლები თბილისში, მაღალი დონის, სადაც მშობელი წელიწადში იხდის 20-დან 30-35,000 ლარს. იქ კარგად ესე იგი ასწავლიან. ზოგ შემთხვევაში პროფესორებია, მასწავლებლები. და ის ბავშვები გაუძლებენ. მაგრამ იქ ხო ვერ სწავლობს საშუალო ესე იგი ანაზღაურების მქონე მშობლის შვილი. და იქნება როგორც ადრე იყო მაგალითად მათემატიკოსები იყვნენ მე-19 საუკუნეში ზოგიერთი თავადები ფონ ნეიმან და შემდეგ იმიტომ რომ მათ ფული ჰქონდა ყველაფერი ჰქონდა და ნიჭიც აღმოაჩნდა და მუშაობდა. ამიტომ ეს ძალიან რთული რაღაცა და ძიმე რაღაცა. საქართველოში ადრე იყო საშუალება ნიჭიერი საშუალო ოჯახიდან, თუნდაც ღარიბი ოჯახიდან კომაროვის სკოლას დაამთავრებდნენ. ახლა კომაროვის სკოლა მაინც ერთეულები ამთავრებენ, მაგრამ ესე იგი პრობლემა უკვე იქნება ჩარიცხვისა პრესტიჟულ სპეციალობებზე, ჩარიცხვისა იგულისხმება ცოდნიდან გამომდინარე. ახლა ვიღაცა იტყვის, რა ჩემი ბრალია რომ ის კარგათა, კი, მაგრამ სანამ ის დაამთავრებს 11 ან 12 კლასს, როგორც ადრე იყო და იმედია რაღაცნაირად მაინც აუბრუნდებით ამას. მშობელი რამდენ სიხდის და მეორე მშობელს ფული არა აქვს. თუ ერთ წელს ბოჩოლას გაყიდის, ბოლოს მეორე წელს ვერ გაყიდის, ხო? მესამე ესე იგი რა უნდოდა და რაც ვერ მიაღწიეს. სამასწავლებლო პროგრამებზე ნაკლები მოთხოვნილებაა. სურვილი იყო რომ დიდი იქნებაო. ანუ პროგნოზი არასწორი იყო, ბატონებო, ვინც დაგეგმეთ ეს რეფორმა. მეოთხე ტექნიკური და საინჟინრო სპეციალობებზე ნაკლები მოთხოვნილებაა. ჩვენ ზოგადი ფასასწორია, მაგალითად ჩინეთში აბიტურიენტების 20% მიდის საინჟინრო პროგრამებს. ყოველ წელს. იმიტომ არის ჩინეთი ანუ ყოველი მეხუთე მიდის საინჟინრო სპეციალობებს. ჩინეთი დიდი გარღვევაა საინჟინროში. თუმ იქ ეს პროფესია მოთხოვნადია. ანაზღაურებადია და მოთხოვნადია. შესავლელი ბაზარი საერთოდ არ ქონდა, მაგრამ როგორ არ იცოდნენ რომ ბოლო წლებში, ბოლო ალბათ 15-20 წელი, რატომ შემოვიდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართალი, ეკონომიკა, პოლიტიკური სოციალური მეცნიერება, იმიტომ რომ დახმარებოდა აი ამ ტექნიკურ სპეციალობებს საინჟინროს, რადგანაც იქ ნაკლები მოდიოდა. და ახლა რა გარანტია თუ ესენი წავლენ იქიდან და გაუშვეს, ესე იგი არ იქნება იქ დაძალებით ვეთქვით თქვენ აბიტურიენტებს, თქვენ წადით მეტალურგიაში. რაზე წავა მეტალურგიაში? არ წავა. ან სად არის საქართველოში ეს? სად გამოიყენებს? ანუ ესეც შესწავლილი არ იყო. მეხუთე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონტინგენტი სრულად შეივსება. აი გარკვეულწილად ეს მიზანიც რა სურდათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ну ფაქტურად გაძლიერდება. ეს კარგიც არის, მე ახლა ჩემი მეგობრებიც არიან იქ. და მეექვსე კიდე მიზანი რაც ქონდა კატასტროფული მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ილიას და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ილიას უნივერსიტეტის დაჩეხვა და ფაქტურად ასეთ მდგომარეობაში დაყვანა ხელოვნურად ვიცით, რადგანაც იქ არის ესე იგი კრიტიკულ აზროვნებაზე, ევროპაზე, ევროპის ღირებულებაზე პროფესორა და მე გამომდინარე აქედან მათ შორის სტუდენტების დიდი ნაწილი, ხოლო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთოდ ესე იგი ძალიან ძიმე მდგომარეობაში ამყოფებენ სავარაუდოდ პოლიტიკური დაკვეთის გამო.
გამომდინარე აქედან პირველი აი ის რაც ანალიზი გაკეთა შემდგომში კიდევ შევისწავლით კერძო უნივერსიტეტებს, ბათუმის და სხვა უნივერსიტეტებს. ჩემი თხოვნა არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბატონი ბიძინა, რამდენიც მე ვიცი, არის ეკონომიკის დოქტორი, ძველი იმით ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი და ის გარკვეულწილად ერკვევა აი ამ ეკონომიკურ ნაწილში ბუნებრივია. ჩემი თხოვნა არის, რომ არ ჩააბაროთ ბატონო ბიძინა მეცნიერებისა და განათლების რეფორმა იურისტებს. ასევე მომავალში საქართველოს სახელისუფლებო მმართველ სტრუქტურებში უმაღლეს თანამდებობებზე გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობაზე მათ შორის უნივერსიტეტის რექტორებად ნაკლებად მისაღებია იურისტები, რომლებიც უნდა იყვნენ მხოლოდ სპეციალურ სამართალმცოდნეობის დაწესებულებებში, იუსტიციის სამინისტრო, სასამართლოები, პროკურატურა, საკონსტიტუციო სამართალი და ასე შემდეგ. და ჩემის აზრით, მე იურისტებს პატივცემ, რადგან ქალიშვილის იურისტია ჩემი და ლადო ჭანტურიას, მაგრამ მასიურად ეს არასწორია. მიუღებელია, როცა იურისტები არის მთავრობის თავმჯდომარე, ეკონომიკის ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის მინისტრები ან მოადგილეები. ჩემთვის მიუღებელი. და მე მინდა შევეხო ასევე საინტერესო თემას, ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ბერნ სანდერსი ტურინში გამოვიდა სიტყვით და თქვა, ხალხს საერთოდ არ ესმის, რას უზამს მსოფლიოს ხელოვნური ინტელექტი. ეს მნიშვნელოვანია მომავალი სპეციალობით პროგნოზირების კუთხით. ტურინის წიგნის სალონზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა ბერნი სანდერსმა მოულოდნელად წარმოთქვა, ალბათ ბოლო თვეები ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი სიტყვა და ახლა იტალიური მედია აქტიურად განიხილავს ამ არა ტრამპს, არამედ არჩევნებს და არა უკრაინას, არამედ შიშ იმის თაობაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი სამყაროს იმაზე სწრაფად ცვლის, ვიდრე ადამიანები ამას გაცნობიერებას ასწრებენ. სანდერსმა პირდაპირ თქვა, ადამიანების უმეტესობას ჯერ კიდევ არ ესმის, რამდენად მასშტაბურია მიმდინარე პროცესები. მისი თქმით, საქმე აღარ ეხება უბრალო მოსახერხებელ პროგრამებს ან ახალ ტექნოლოგიებს. საუბარია სისტემაზე, სადაც რამოდენიმე ზემდიდარი ადამიანი ერთდროულად იღებს კონტროლს ფულზე, ინფორმაციაზე, ხელოვნურ ინტელექტზე და მათ შორის ვაზრის მომავალზე. მან კონკრეტული გვარების დაასახელა მასკი, ბეზოსი, ცუკერბერგი და ასე. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება იტალიაში მის სიტყვებმა სამუშაოზე გამოიწვია. სანდერსმა გააფრთხილა, რომ ხელოვნური ინტელექტმა და რობოტიზაციამ შესაძლებელია 10 მილიონი სამუშაო ადგილი გაანადგუროს. თანაც არა ოდესმე 100 წლის შემდეგ, არამედ უკვე უახლოეს წლებში. საფრთხის ქვეშ მხოლოდ ქარხნები არ არის, ხელოვნური ინტელექტს უკვე ნელ-ნელა შედის ოფისებში, ბუღალტერიაში, იურისპრუდენციაში, ადმინისტრაციულ საქმიანობაში და განათლებაშიც კი. რადგანაც იტალია უკვე ახლა უცნაურ პარადოქსს ცხოვრობს, ერთი მხრივ ქვეყანას აკლია მუშახელი, მძღოლები, შემდგებლები, ელექტრიკოსები, სანტექნიკო ტექნიკა და შემდეგ აი ეს პრობლემას დგას. შესაბამისად მზად არიან თუ არა ადამიანები საერთოდ შეამჩნიონ ის მომენტი, როცა ტექნოლოგიები დაიწყებენ არა მხოლოდ პროფესიების, არამედ ნორმალური ადამიანის ურთიერთობის ჩანაცვლებას. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ კარგად მეცნიერულად გრძელვადიანი პერსპექტივის კუთხით შევისწავლოთ სპეციალობებზე მოთხოვნილების ბაზარი და საქართველოსათვის ვიფიქროთ ოპტიმალური პროფესიებზე, არსებული სამეცნიერო სკოლების გათვალისწინებით მიყვება პოლიტიკური კონტროლის გზას, სამწუხაროდ ხელისუფლება. და ესე იგი ამის ფონზე, როგორც ირკვევა ასე პროფესორ ირაკლი კობახიძის და რომ იქმნება ახალი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
დიპლომატიის აკადემია, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს ფუნქციონირებას 2027 წლის, ანუ მომდევნო წლის სექტემბრიდან და იქ იქნება პროგრამები საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტოლოგია, ევროპის მცოდნეობა, აზიის მცოდნეობა და იმის გათვალისწინებით, რომ პრინციპი თუ ძალაში დარჩა ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი ან სპეციალობას გულისხმობენ, მაშინ ეს სპეციალობები, რადგანაც ის იქნება სახელმწიფო დიპლომატიის აკადემია, საერთაშორისო ურთიერთობები, რომელიც დიდი მოთხოვნაა თსუ-ში, პოლიტოლოგია დიდი მოთხოვნა, ევროპის მცოდნეობა, ალბათ აზიის მცოდნეობაზე დიდი მოთხოვნა იქნება. ეს სპეციალობები მხოლოდ იქ იქნება და თსუ-ს დაკარგავს დიდი რაოდენობის კონტინგენტს. და შესაბამისად ეს უკვე ახალი დაარსებული დიპლომატიის აკადემია ესე იგი გაზდის იმ დიპლომატებს, რომელიც გარკვეულ ვექტორზე იქნებიან ორიენტირებული და გარკვეულ დაკვეთით იქნებიან. ამრიგად, მე მინდა შევაჯამოთ და ეს სიტუაცია ისა, კიდევ ერთხელ საზოგადოებას ესე იგი უთხრა დიდი გულისხმობით, რომ გარდაიცვალა და უკვე დავასაფლავეთ უდიდესი პიროვნება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაქტურად თბილისში დამფუძნებელი და მისი რექტორი, დიდებული ისტორიკოსი, პროფესორი ოთარ ჟორდანია და შესაბამისად მისი სურვილი იყო ყოველთვის რომ მაქსიმალურად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელი შეეწყო. და სამწუხაროდ ბედის ირონიით არის ირონია, რომ მისი დაუშვათ ესე იგი სიტუაციას, როცა ის იყო გარდაცვლილი, ამ ღონისძიებებს, მათ შორის ის ხალხი ესე იგი თქვათ ასე ხელმძღვანელობდა, რომელიც არიან პირველი მომხრეები სოხუმის უნივერსიტეტში ამ რეფორმის გატარების. ეს საკმაოდ დიდი ირონიის, ბედის ირონია არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ პატარა ნაპირწყალი გამოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში მშობლიურ კუთხეში ყველაზე გენიალური ქართველი მეცნიერის აკადემიკოს ილია ვეკუას, ესე იგი ძეგლი ბიუსტი აღადგინეს, ძეგლი და აი დღეს მე მივიღე ვიდეო იქიდან, სადაც გალის რაიონის მოსწავლეები, ესე იგი პატივი მიაგეს აკადემიკოს ილია ვეკუას სოვნას და ჩვენ მომავალ წელს მთელი ხელისუფლება ალბათ, მათ შორის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მათემატიკური სამყარო პატივს მივაგებთ აკადემიკოს ილია ვეკუას, რადგან მომავალ წელს მას უსრულდება 120 წელი, იქნება დიდი კონფერენცია, კონგრესი და ეს პიროვნება ილია ვეკუა არის ის ხიდი, რომლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია აფხაზეთში დარჩენილ მოაზროვნე ადამიანებს, ესე იგი კონტაქტი დავამყაროთ და ვიკონტაქტოთ. ასევე ეს ის პიროვნება, რომელსაც პატივს ემდა ასევე რუსები, რადგანაც ის იყო დამაარსებელი რუსეთში მესამე სიძლიერით უნივერსიტეტის, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის. ჩვენ მომდევნო შეხვედრების დროს გავაგრძელებთ ანალიზს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სხვა უნივერსიტეტებს განვიხილავთ, ასევე კერძო უნივერსიტეტებს და ამით დღევანდელი შეხვედრა ესე იგი დამთავრდა, გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. 7 ჯერ